მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. პროექტი მისი ხმა ხორციელდება DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. როგორც იცით, 26 ოქტომბერს შენიშნულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და შეიცვალა ხმის მიცემის წესი და ასევე პირველად საქართველოში არჩევნები იმართება პროპორციული სისტემით. დღეს ამ საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის თავმჯდომარე ბატონი თამაზ ტრაპაიძე. ბატონო თამაზ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოგვიყავით დრო და ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვეწვიეთ გადაცემაში. მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ბატონო თამაზ, მოდით პირველ რიგში დავიწყოთ იმაზე საუბარი, თუ რას გულისხმობს პროპორციული სისტემით ჩატარება არჩევნების. პროპორციული სისტემით ჩატარება ნიშნავს იმას, რომ აქ მხოლოდ პარტიული სიით ხდება არჩევნების ჩატარება და იმის მიხედვით, თუ რამდენ ხმას მიიღებს თითოეული პარტია პროპორციულად, ასევე პროპორციულად დაკომპლექტდება შესაბამისად პარლამენტი. მაგალითად, თუ კი ძალიან ესე პირობითად ვთქვათ, 50% თუ მიიღო რომელიმე პარტიამ, ამ შემთხვევაში 75 პარლამენტარი ეყოლება ამ პარტიას, 150-ია მოიხსენება სულ პარლამენტის წევრების რაოდენობა და მისი 50%, ნახევარი 75 იქნება. და ასე ამ სტილით ხდება დაკომპლექტება უკვე პარლამენტში კანდიდატების. მადლობა და საინტერესოა, რა ძირითადი განსხვავებებია, რაც უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის დროს. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მობნებზე, სადაც ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, უკვე აღარ ხდება კანდიდატის ნომრის შემოხაზვა, არამედ ხდება კანდიდატის საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრის გაფერადება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ ხმა რომ დააფიქსიროს ხმის დამხმარებელმა აპარატმა, ამიტომ უნდა იყოს გაფერადებული 3% მაინც ფაქტიურად იმ წრისა, რომელიც არის, როგორც აღნიშნეთ, საარჩევნო სუბიექტის წინ. აქედან გამომდინარე, პატარა წერტილიც კი შეიძლება იყოს საკმარისი, მაგრამ სასურველია, რა თქმა უნდა, ეს რგოლი, ასე ვთქვათ, წრე გავაფერადოთ მაქსიმალურად სრულად. ოღონდ უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა, რომ ხშირი იყო ადრე შემთხვევები, როდესაც მაგალითად შემოხაზავდნენ ერთ კანდიდატს და გადახაზავდნენ სხვა არა მისთვის სასურველ კანდიდატს. ამ შემთხვევაში ასეთ შემთხვევასთან თუ გვექნება საქმე და ვთქვათ გააფერადებს იგი მისთვის სასურველ კანდიდატს და გადახაზავს სხვა კანდიდატს, სამწუხაროდ ეს ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. იმიტომ რომ მანქანა აღიქვამს მას როგორც ორი სუბიექტისთვის მიცემულ ხმად და ამ ბიულეტენს ბათილად გამოაცხადებს. ამავდროულად შემდეგ მოიხსენებათ ხმის დათვლის პროცესში, როდესაც უკვე კომისია გახსნის ამ ასე ვთქვათ ყუთს და დაიწყებს დათვლას ბათილი და ნამდვილი ბიულეტენებისა, ამ დროს კომისიაც არის შეზღუდული კანონმდებლობით და კომისიაც იქნება იძულებული, რომ ეს ბიულეტენი ჩათვალოს როგორც ბათილ ბიულეტენად, რადგან უკვე ფაქტიურად წრის შიგნით გვექნება ორი სუბიექტის წინ უკვე დაფიქსირებული რაღაც მარკერით მონიშნული იმ ჯვარს, ასე ვთქვათ, გადახაზვას აღიქვამს, ესე იგი, როგორც ნამდვილ ბიულეტენად და ამის ეს მინდა იცოდეს აუცილებლად ამომრჩეველმა, ამიტომ მისთვის საკმარისი არის და აუცილებლად სხვა მეტი არაფერი არ უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რომ მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე გააფერადოს. დიახ, ესე იგი, კიდევ ერთხელ მე
შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ აუცილებელია გავაფერადოთ სასურველი პოლიტიკური გაერთიანების წინ არსებული წრე, უნდა გავაფერადოთ მხოლოდ ერთი წრე და დანარჩენ შემთხვევაში თუ კი ორი წრეა გაფერადებული ან რაიმე დავხატეთ, დავწერეთ და ასე შემდეგ, ჩაითვლება ბათილად და რა ხდება იმ თუ აი შემთხვევაში? კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ თუ კი მაგალითად სხვა წრეზეც რაღაცა აღმოჩნდება, აი 3%-ის რაღაცა ლაქის მაგვარი, ანუ ლაქა რაღაცა მარკერი, ესეც მერე უკვე ჩაითვლება, რომ მიცემულია იმ სუბიექტზეც ხმა და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ბათილად იქნება ეს ბიულეტენი მიჩნეული. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად. სხვა მხრივ თქვენ კითხვა იყო, რომ რა სიახლეები დახტება, ამავდროულად დახტება სიახლე იმისა, რომ იქ სადაც ელექტრონული კეჭისყრით ტარდება არჩევნები, მას უკვე დახტება ვერიფიკაციის აპარატი და არ დახტება სამაგიდე სიები. აქედან გამომდინარე, ესე იგი პროცესი ესეა, რომ როდესაც შედის ამომრჩეველი, მას ხდება ასე ვთქვათ პირი, რომელიც მოახდენს ასე ვთქვათ მისი პირადობის მოწმობის შემოწმებას, აქვს თუ არა თან მას პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ეგრეთ წოდებული საზღვარგარეთ პასპორტს ეძახის ზოგჯერ მას მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა, როგორც კი აღნიშნეთ და შეამოწმებს აქვს თუ არა მას მარკირება ხელზე. ამის შემდეგ გადაინაცვლებს ამომრჩეველი უკვე რეგისტრატორთან და აქ მიმდინარეობს უკვე ვერიფიკაციის აპარატის საშუალებით ამ დადგენა იმისა, თუ ეს ამომრჩეველი ეკუთვნის თუ არა ამ საარჩევნო უბანს. თუ კი აღმოჩნდება, რომ ამ საარჩევნო უბანს არ ეკუთვნის ეს ამომრჩეველი და არ არის ამ სიაში, ამ შემთხვევაში გამოსცემს ვერიფიკაციის აპარატი ხმოვან სიგნალს და მას უკვე პლანშეტის საშუალებით უბნის თავმჯდომარეს შეუძლია უთხრას, თუ სად რომელ უბანზეა ის რეგისტრირებული და მიუთითებს მის ამარცხაც, თუ სად შეიძლება მან მისცეს ხმა. რა თქმა უნდა, ამ უბანზე ის ხმას ვერ მისცემს. ამ შემთხვევაში, როდესაც ის გაივლის ამ ვერიფიკაციას, ამომრჩეველი, თუ კი დაგინდება, რომ ამ უბნის ამომრჩეველია ნამდვილად და არის ძირითად სიაში, ამ შემთხვევაში ამოიბეჭდება გარკვეული პატარა ქვითარი იმის დამადასტურებლად, რომ ამ ადამიანმა მოვიდა არჩევნებზე და გაიარა რეგისტრაცია. და ხელს აწერს ამ პატარა ქვითარზე, რომელსაც აგდებს იქვე არსებულ ყუთში. ხდება ესე იგი მისი მარკირება და გადაეცემა ბიულეტენი და ამავდროულად ბიულეტენზე ზედა ნაწილში ხდება ასე ვთქვათ საცდელი გაფერადება წრისა. უბრალოდ ეს არის, რადგან მოიხსენებათ ახლა პირველად ტარდება ეს არჩევნები და ის საცდელი გაფერადება მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ შემდეგ მისთვის სასურველ კანდიდატს, როდესაც უკვე კაბინაში შევა, რომ მისცეს ხმა სწორად და უბრალოდ აქ არის სწავლება, ასე ვთქვათ, რეგისტრატორის თვალწინ მოხდება რაღაც უბრალოდ სასწრელი გაფერადება, რომელიც არც ერთ რა თქმა უნდა სუბიექტს არ აძლევს ამ შემთხვევაში ხმას, იგი უბრალოდ გამოცდის რამდენად სწორად და კარგად გააფერადებს ამ წრეს. ამის შემდეგ ის გადაინაცვლებს უკვე ფარულ კაბინაში, იქ უკვე ისთვის სასურველ კანდიდატის არსებულ კანდიდატის წინ არსებულ წრეს გააფერადებს, მოათავსებს ამ ბიულეტენს ჩარჩო კონვერტში, რომელსაც ასევე ბიულეტენთან ერთად მიაწვდიან და გამოდის კაბინიდან ისე, რომ ჩარჩო კონვერტში არის ჩადებული უკვე ეს ბიულეტენი, რომელზეც მან უკვე გააფერადა და ხმა მისცა ისთვის სასურველ კანდიდატს. გადაინაცვლებს ხმის დამხმარელ აპარატთან, რომელსაც მიაწვდეს, ასე ვთქვათ, ისე, რომ ვერავინ ვერ დაინახავს, თუ ვის მისცა ხმა, ამას უზრუნველყოფს ის ჩარჩო კონვერტი, რომელიც ასე ვთქვათ, გადაფარებულად შემოხვეული აქვს ბიულეტენს და უკვე შემდეგ ხმის დამხმარელი აპარატი წაიღებს ამ ბიულეტენს.
გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება ასე ვთქვათ ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენი ხმა წარმატებით იქნა მიღებული. აი ამის შემდეგ უკვე დასრულებულია ფაქტობრივად ხმის მოცემის პროცედურა ამომრჩევლის მიერ და ის უკვე ტოვებს საარჩევნო უბანს. დიახ, ასევე როგორც ვიცი, თუ კი ბიულეტენი გაფუჭდა, ან ორი მცდელობის შემდგომ არ მიიღო აპარატმა, ასევე ვალდებულება აქვს, რომ შეუცვალოთ. გვაქვს, რა თქმა უნდა, არის რაღაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გაუფუჭდეს ამომრჩეველს, შეიძლება მან სხვა კანდიდატს მისცეს ნებლიეთ ხმა უკვე პენჩიშხრის დროს ფარულ კაბინაში. ამ შემთხვევაში მას ასურველი აქვს კიდე რამდენიმე გააფერადოს, რომ მისი ფარულობა იყოს დაცული, თუ კი შეეშალა ამას გულისხმობდა, ითქვის რომ მე გამიფუჭდა ეს ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამ ბიულეტენს ჩამოეჭრება ყური ყოა და მიაწვდიან მას ამომრჩეველს მიაწვდიან ახალ ბიულეტენს და უკვე მას შეუძლია ხელახლა მოახდინოს ეს პროცედურა და გააფერადოს მისთვის სასურველი კანდიდატი ისევ რა თქმა უნდა კაბინაში, ფარულ კაბინაში. არის კიდე შემთხვევა თუ კი მაგალითად მოხდა თვითონ ამ აპარატმა რაღაცა პრობლემები შეიქმნა, ამ შემთხვევაში ესე იგი შეიძლება მას ამომრჩეველი ხმას არ კარგავს და მიეცემა საშუალება რომ ხელახლა მისცეს ხმა და ისის გაფუჭებულ ბიულეტენად ჩაითვლება, რომელსაც აპარატი არ წაიღებს. რაღაც გარკვეული მიზეზის გამო არ ვიცით ახლა ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იყოს, რომელიც წინასწარ შეიძლება არ იყოს დადგენილი. დიახ, მადლობა ბატონო თამას. ასევე საინტერესოა თუ კი ჩვენ დაგვჭირდა დახმარება, მას შემდეგ რაც რეგისტრატორი აგვიხსნის ყველაფერს, მაინც თუ დაგვჭირდა დახმარება, ვის აქვს უფლება რომ დაგვეხმაროს? ამ შემთხვევაში უფლება აქვს დაეხმაროს მხოლოდ და მხოლოდ სხვა ამომრჩეველს, ანუ შეიძლება ეს იყოს მის შემდგომ მოსული ამომრჩეველი, მაგრამ არამც და არამც არ შეიძლება მასთან ერთად კაბინაში შევიდეს დასახმარებლად ის პირები, რომლებიც იმყოფებიან, რომელთაც უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ მისი გახსნიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე. ანუ ესენი არიან კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები თუ ასე ვთქვათ, ჟურნალისტები, რომლებიც აკრედიტირებული არიან, აი ამ პირებს არ აქვთ უფლება, რომ შეყვნენ კაბინაში და მას ამომრჩეველს, ანუ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ სხვა ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელიც მის შემდგომ იქნება. ან იმის შემდგომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც მაგალითად რომელიც ვარს არ იტყვის იმას, რომ დაეხმაროს ამ ადამიანს, ამომრჩეველს. დიახ. ასევე გამომდინარე იქედან, რომ სიახლეა ჩვენთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებისთვის, მოსახლეობაში ხშირია ხოლმე შეშფოთება, რომ იდენტიფიცირების საშუალება მიეცემა დაინტერესებულ პირს იმისა, თუ ვის მივეცით ხმა და ვინ ვართ ჩვენ, ჩვენი ვინაობის იდენტიფიცირების საშუალება. რა არის ამ შემთხვევაში რეალობა? რა თქმა უნდა, ხმის მიცემის პროცესი აბსოლუტურად არის დაცული და ფარულია. არ ვიცი ეს ჭორები საიდან არის გაგრძელებული, მიზანმიმართულია თუ ისე ხდება ეს ამ ჭორების გავრცელება, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ამომრჩევლები და ამაზე CSGO-ც ხშირად საუბრობს, რომ აბსოლუტურად თქვენი ხმები არის ფარული და ეს ფარულობა არის დაცული. ვერავინ ვერ გაიგებს კონკრეტულად რომელმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა რომელ სუბიექტს. დიახ. აი ხმის ფარულობის უფლებაზე ვისაუბრეთ უკვე და ამის გარდა კიდევ რისი უფლება გვაქვს ჩვენ ამომრჩევლებს და რა არის აკრძალული არჩევნების დღეს, განსაკუთრებით ამომრჩეველთან მიმართებით? ამომრჩევლებს უფლებები რა თქმა უნდა არის ის რომ მან მისცეს ხმა და ფარულად რა თქმა უნდა ყოველგვარი ზეწოლის და მოსყიდვის თუ ასე ვთქვათ ძალდატანების გარეშე გააკეთოს თავისი არჩევანი. ამავდროულად იმ ამომრჩევლებს რომლებიც არიან ვთქვათ არ შეუძლიათ გადაადგილება, წინასწარ უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში თავის საარჩევნო კომისიებს, რომელზეც
არიან ისინი რეგისტრირებული და გადასატანი ხუთს მიუტანებენ ამ შემთხვევაში ადგილზე. და მოკლედ ამორჩეველთა უფლება არის რომ მიიღონ მონაწილეობა პენჩხაზი როგორც უბანზე მისვლით, ასევე გადასატანი ხუთის საშუალებით, თუ კი მათ არ აქვთ იმის საშუალება და ჯანმრთელობა არ უწყობთ რომ მივიდნენ უბანზე თავისი ფეხით ასე ვთქვათ. დიახ და ბოლოს ასევე რა ვთქვათ, რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი, რომელ საათზე იკეტება და რა ხდება მას შემდეგ თუ კი უბანი დაიკეტა და ჩვენ ისე ვიქნებით უბანი როგორც ასეთი შვიცო დააკდება 15 წუთი მაშინ იხსნება, მაგრამ კენჭისყრა ამომრჩევლებისთვის იწყება 8 საათიდან. და დილის 8 საათიდან და სრულდება 20 საათზე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ კი 20 საათისთვის იქნება რიგი და იქნება უკვე მოსული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში დგანან, მათ შეუძლიათ 7 იყვნენ, რამე თუ ისინი მიიღებენ უფლებას და საშუალება ექნებათ, რომ ხმა მისცენ თავიანთვის სასურველ სუბიექტებს, რამე თუ ამ ასე დროს ხდება, რომ თავმჯდომარე ავალებს ერთ-ერთ კომისიის წევრს ან თავად და მოახდენს იმ ადამიანების ასე ვთქვათ, სახელდაგვარების ჩაწერას, ვინც არიან მოსული 8 საათისთვის უბანზე, ამ პერიოდის ან 20 საათისთვის უბრალოდ უბანზე მოსულები არიან და ყველა ეს ადამიანი შეძლებს რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. მართალია რომ 8 საათზე იხურება უბანი, მაგრამ თუ კი რიგი არის და რიგში თუნდაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგეს, ყველას მიეცება იმის საშუალება, რომ სანამ ბოლო, ასე ვთქვათ, ამორჩეველიც არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, მანამდე არ დაიხურება უბანი. და მნიშვნელოვანია ჩვენ გადავამოწმოთ თავის საარჩევნო სიაში არჩევნებამდე, ხო? დიახ, ეს უკვე ნებისმიერ მათგანს შეუძლია რა თქმა უნდა CSGO ვებგვერდზე შევიდა და გადაამოწმოს თუ რომელ უბანზე არის რეგისტრირებული და არიან თუ არა როგორც ამორჩევლები დარეგისტრირებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამაზ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რომ გვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ რომ გამოგვიყავით. მადლობთ. მადლობა სუხთი ასევე ჩვენს მსმენელსაც, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით.